რამდენიმე წლის წინ სამსახურში ფიზიკურად მისვლის გარეშე მუშაობა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღეს სამუშაო კულტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობის მოდელები აქტიურად დამკვიდრდა, გაიზარდა ფრილანსერებისა და სტარტაპების რაოდენობა, პროფესიული საქმიანობის ორგანიზების ფორმები კი უფრო მოქნილი გახდა. ამ ცვლილებების ფონზე გაიზარდა მოთხოვნა ისეთ სივრცეებზე, რომლებიც მომხმარებლებს მხოლოდ სამუშაო გარემოს კი არა, პროფესიული კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ეს არის coworking სივრცეები, რომლებიც მსოფლიოს მსგავსად საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება. როგორ ვითარდება ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში, ვინ არიან coworking სივრცეების ძირითადი მომხმარებლები და რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ მოდელმა თანამედროვე ბიზნეს გარემოს განვითარებაში, თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია Habitat Coworking მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯერი თაკო მაჭანკალაძე. მოგესალმებით თაკო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ მეტნაკლებად ახალ მიმართულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახლა იკიდებს ფეხს, შეიძლება ითქვას. თქვენგან საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ მოვისმინოთ განმარტება თუ რა არის coworking სივრცეები და როგორ იცვლება სამუშაო კულტურა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად მიუყვებით საერთაშორისო ტენდენციებს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. Coworking სივრცეების შექმნის საჭიროება თავიდანვე განაპირობა პანდემიის შემდგომა პერიოდმა, იმიტომ რომ პანდემიამ გვაჩვენა, რომ სულაც არ არის საჭირო, რომ ოფისში იჯდე ადამიანი, შეიძლება დისტანციურადაც აკეთო საქმე და არც თუ ისე ცუდად. შესაბამისად, პანდემიის შემდეგ გახდა მოთხოვნა თვითონ დასაქმებული ადამიანების მხრიდან, რომ მათ ქონოდათ შესაძლებლობა იმუშაონ დისტანციურად. გარდა ამისა, გლობალიზაცია მოიტანა ისიც, რომ შეიძლება ცხოვრობდე ერთ ქვეყანაში და აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე მუშაობდა დისტანციურად. შესაბამისად, ამ მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ მსოფლიოშიც და მათ შორის ჩვენთანაც საკმაოდ და ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა coworking სივრცეები. ამ მიმართულებით პანდემია იყო ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი და მამოძრავებელი და შემდეგ უკვე გამოიწვია იმან, რომ 2022-2023 წლებში საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელი შემოვიდა. გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან მუშაობდნენ დისტანციურად. მათ არ ჰქონდათ სურვილი, რომ ოფისებში იმუშაოთ, ჰქონდათ სურვილი, რომ ჰქონდათ კომფორტული გარემო და სწორედ ამიტომ აი ამ პერიოდში 2022-2023 წლებში საქართველოში ძალიან განვითარდა ეს მიმართულება, ძალიან ბევრი coworking სივრცე შეიქმნა და მათი დიდი ნაწილი თავმოყრილი არის დღემდე დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში. თაკო, მიგრაციის ეფექტის ჩავლის პანდემიის შემდეგ ეტაპზე არაერთი მიმართულება შეიძლება ითქვას, რომ გაჩერდა. ან შემცირდა მოთხოვნა. თქვენს შემთხვევაში როგორ არის? ანუ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია და ასევე საინტერესოა ზრდას რა განაპირობებს, ეს კვლავ უცხოელები არიან თუ ადგილობრივები? პიკი იყო ამ პერიოდში 2022-2023 წლებში, თუმცა 2025 წლიდან შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია. მე არ ვიტყვი, რომ ამან ჩვენი ბიზნესი დააზარალა. უბრალოდ პიკური ეტაპიდან გადავედით უკვე სტაბილიზაციის პერიოდში. ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა და ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ უცხოელები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, დატოვეს ჩვენი ქვეყანა და ამან გამოიწვია გარკვეულწილად მოთხოვნილების შემცირება. მთავარი ნაკადი შემდეგ უკვე წამოვიდა ადგილობრივ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ქართველები არიან თქვა და აქ მუშაობენ. თუმცა ნახეთ, ზოგადად ჩვენს კულტურაში შეიცვალა ის, რომ ადამიანებს სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ოფისის გარეთ, ბევრს აქვს სურვილი, რომ დისტანციურ სამუშაო პროცესი წარმართოს და მიმართოს coworking space-ებს. თუმცა ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, რატომ იზრდება coworking space-ების მიმართ მოთხოვნა, ან თქვა ის ტენდენცია, რაც დღეს არის, რადიკალურად განსხვავდება წინა წლებში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე. ეს არის სხვათა შორის როგორც გლობალური ტენდენცია, რომელიც მე ჩვენთანაც აისახა. მაგალითად, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ coworking სივრცეები ეს არ არის ეხლა დღეს 2026 წელს მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანებისთვის საინტერესო სივრცე. გაიზარდა მოთხოვნები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხრიდან, რომელსაც ყავთ 3, 10, 15, 20 კაციანი სტაფი და სურვილი აქვთ, რომ ისინი
განათავსონ ოფისის გარეთ, სადაც ექნებათ კომფორტული სამუშაო პირობები, უწყვეტი ინტერნეტი და ასევე სხვა ბენეფიტები. აი რა უპირატესობებია ამაზე კიდევ უფრო მეტად რომ ჩავშალოთ. ბიზნესისთვის რატო შეიძლება იყოს საინტერესო არა ოფისის ქირაობა, თქვა იჯარის გადახდა ოფისის ფარდში და უფრო უპირატესობას რატო ანიჭებენ coworking space. ბევრი მიზეზია, პირველი და უმთავრესი რომ საოფისე ხარჯები, როგორც არის კომუნალური გადასახადები, იგივე ლოჯისტიკა და სხვა ყველა ადმინისტრაციული საკითხი შენთვის ჩახსნილია. ხარ აბსოლუტურად ორიენტირებული იმაზე, რომ მიხვიდე, იმუშაო, შენი საქმე გააკეთო და სხვა საზრუნავი აღარ გაქვს, როგორც ხელმძღვანელს, ასევე თანამშრომელსაც. გარდა ამისა, დღეს coworking სივრცეები მსოფლიოს მასშტაბითაც მიხვდნენ, რომ ეს არ არის მხოლოდ სივრცე, სადაც შეგიძლია გააქირავო კომფორტული მაგი და უწყვეტი ინტერნეტი და კომფორტული სკამი. ეს არის სივრცე, სადაც ამ ადამიანებს უქმნის სხვა ბენეფიტებსაც. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ამ ბოლო პერიოდში საქართველოშიც გახდა აქტუალური, რომ ადგილზე ვთავაზობთ კვების ობიექტს. იმისათვის, რომ მან არ დაკარგოს დრო, არ კონდეს დამატებითი სტრესი და საზრუნავი კვებასთან დაკავშირებით და ერთ სივრცეში იყოს ყველაფერი ეს თავმოყრილი. ეს მიდღობა განაპირობა ალბათ ისევ და ისევ მომხმარებელთა მოთხოვნამ. კი, დიახ, ნახეთ, მოთხოვნა გაჩნდა იმიტომ, რომ როდესაც მცირე და საშუალო ზომის ოფისების გადმოტანა დაიწყეს coworking სივრცეებში, მათთვის ეს უფრო კომფორტულია. გარდა იმისა, რომ შენ იზიდავ მას როგორც კარგი გარემოთი და კარგი საკვებით, ეს აღარ არის საკმარისი და აღარ აკმაყოფილებით. მათთვის მთავარი არის კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის რამდენად უზრუნველყოფ შენ სამუშაო სივრცეში ტრენინგების, ვორქშოპების, სამუშაო სივრცის მიღმა ღონისძიებების ჩატარების უნარი რამდენად გაქვს. სწორედ ეს ბიზნეს მოდელი გამოვიყენეთ ჩვენ შემთხვევაში, რადგან ჩვენ არა მხოლოდ თქვათ ინდივიდუალურ სამუშაო სივრცეებს და საოფისე სივრცეებს ვთავაზობთ ადამიანებს, არამედ სივრცეს, სადაც შეუძლიათ თვითონ დაატრენინგონ საკუთარი თანამშრომლები, ასევე ჩვენ მოყვავს მათთვის საინტერესო სპიკერები, მათთვის საინტერესო თემებზე, საჭირო თემებზე და ვთავაზობთ ამ ღონისძიებებს, როგორც ორგანიზებას თავიდან ბოლომდე, ასევე კვებაც შედის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ თუ თქვათ მთელი დღის განმავლობაში გიწევს დიდ გუნდთან, ჯგუფთან ერთად მუშაობა, საჭიროა ეს მიმართულებაც გათვალისწინებული იყოს. მოთხოვნის ზრდის პირდაპირ პროპორციული რამდენად არის ის შეთავაზებები, რაც ბაზარზე არსებობს, საინტერესოა და ასევე ერთგვარი ფინანსური სარგებელია, ხომ ესეა, არა ინდივიდუალური, არამედ კომპანიებისთვისაც, მცირე ჯგუფიანი კომპანიებისთვის. საინტერესოა, როგორ მოდის შესაბამისობა, შენ რამდენად ხელმისაწვდომია მომსახურება coworking სივრცეებში. მოდით ორ ნაწილად გავყოფ ამ კითხვას. პირველი, რატომ გაჩნდა სურვილი coworking-ებში ოფისების გადმოტანის, ამას გეტყვით, რომ შედარებით იაფია, შედარებით კი არა, ბევრად იაფია, ვიდრე იჯარა აიღო. განსაკუთრებით შეინიშნება, რომ ზაფხულის პერიოდში კომპანიები, რომლებიც არიან მცირე ზომის, მცირე მასშტაბის კომპანიები, ცდილობენ, რომ ეს ხარჯები დაზოგონ. ამიტომ ურჩევნიათ, რომ იჯარის აღება ზაფხულის პერიოდში წამოვიდნენ coworking space-ში და აქ აიღონ სივრცე. გარდა ამისა, არის კიდე ერთი ფაქტორი, ზაფხულს უკავშირდება, ზოგი კომპანია ცდილობს, რომ არსებული ოფისი გაარემონტოს და ახალ სამუშაო წელს შეხვდეს განახლებული გარემოთი და სწორედ ამიტომ ცალკე კიდე 2-3 თვით სანამ რემონტი გაგრძელდება, იქირა ოფისი, ეს კიდევ დამატებითი ხარჯია, თავის ტკივილია მათთვის და ამიტომ მოდიან coworking space-ში. რაც შეეხება coworking space-ები, რამდენად ახერხებენ, რომ ამ მოთხოვნას უპასუხონ, ვერ ახერხებენ, მოდით გულწრფელები ვიყოთ, ყველას არა აქვს ოფისებისთვის განსაზღვრული სივრცე. იმისთვის, რომ მაგალითად მე ვარ კომპანია, რომელსაც ვყავს 15 თანამშრომელი და მინდა ისინი განვათავსო ერთ ოფისში, coworking space-ში, მათ უჭირთ ესეთი სივრცების მოძებნა coworking space-ებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ დავეწევით. ამას როდესაც იგრძნობს ბიზნესი და მიხვდება, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტია მოთხოვნა, ვიდრე ინდივიდუალური ადამიანების მხრიდან, აუცილებლად გადააკეთებენ ამ მიდგომას. იმიტომ რომ შევძლებთ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურა გვაქვს, 33 ოპერატორია დღეს დაახლოებით თბილისში წარმოდგენილი და 45-ზე მეტი coworking space-ია და ამ მგონია რომ გაგვიჭირდეს. თაკო, კონკრეტულად თქვენს coworking სივრცეზე ჰაბიტატზე მინდა გკითხოთ, განსხვავებული ნიშა გაქვთ არჩეული, ანუ პერიფერიებში გეგმავთ თქვენი ლოკაციების განთავსებას. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში და უკვე არსებულ ლოკაციაზე მოთხოვნა, ანუ თქვენი გათვლა რამდენად გამართლდა? კი ბატონო. ნახეთ, ჩვენ ავარჩიეთ დიდი დიღომი, პირველი ობიექტი აქ გავხსენით. რატო დიდი დიღომი?
ურბანულად ძალიან აქტიურია ქალაქის ეს ნაწილი. ძირითადად ახალგაზრდებით არის დასახლებული. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავად შრომობენ, აქვთ საქმე, ან მუშაობენ დისტანციურად. და ვნახეთ, რომ საჭიროება არის, რადგან აქ მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ახალი კორპუსები შენდება და შესაბამისად იზრდება რაოდენობა მოსახლეობის და დავნახეთ საჭიროება, რომ ნამდვილად სჭირდებოდა ამ უბანს ესეთი coworking space-ი. მოთხოვნა არის ნამდვილად, ძალიან უხარიათ თვითონ მოსახლეობას, იმიტომ რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა ქალაქის ცენტრში გადაადგილება და შემდეგ საღამოს პიკის საათში უკან საცხოვრებელში დაბრუნება არის ძალიან სტრესული. დიახ, და წარმოიდგინეთ, იმ ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავ, რაც შეიძლება მოახმარო შენი თავის განვითარება, შენი ბიზნესის განვითარება. იზოგება დრო, რაც ყველაზე ძვირად ფასობს. და ფინანსებიც, იმიტომ რომ ტრანსპორტში ძალიან დიდი რაოდენობით შეიძლება ფინანსი დახარჯო. გარდა ამისა, რატომ გარეუბნები? ჩვენთან თბილისში თუ ავიღებთ, წეგან აღნიშნეთ, დაახლოებით 45 coworking space-ია, უმეტესობა არის ცენტრალურ ნაწილში. ცენტრალური ნაწილი დატვირთვას ვეღარ უძლებს. რაც იწვევს შემდეგ ძალიან ბევრ დისკომფორტს, გადაადგილებასთან დაკავშირებით და სხვა ლოჯისტიკურ პრობლემებს და შესაბამისად, რატომაც არა ქალაქის გარეუბნებში არ არის ესეთი ობიექტების საჭიროება. დავინახეთ და პირველი ობიექტი სწორედ დიდი ღომში გავხსენით, თუმცა გეგმა გვაქვს, რომ ჩვენი სტრატეგია და ხედვა სწორედ ამაზე გადის, რომ მომავალშიც ისევ ქალაქის გარეუბნებში გავხსნათ შემდეგი ფილიალები. კი ბატონო, ანუ არსებულ საჭიროებებს პასუხობთ, გისურვებთ წარმატებას, არაერთ ფილიალს და კმაყოფილ მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, დაგემშვიდობებით, მადლობა სტუმრობისთვის. Habitat Coworking-ის მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯერი თაკო მაჭანკალაძე იყო ჩვენი სტუმარი.